სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილია 2020 წლის 3 მაისს, COVID პანდემიის დროს, როდესაც ჩაკეტილი არიან, ეკლესია არ ფუნქციონირებს და ის თავისი კაბინეტიდან პასუხობს ამ კითხვებს, კვირა საღამოს. ეს არის ნაწილი 74 და შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესო, ძალიან აქტუალურია. იცით რომ დღეს არ ნახულად თუ ადრე კრივი იყო ესეთი ორთაბრძოლის ძალიან პოპულარული სახეობა, ალბათ შეიძლება ვივარაუდოთ მაიკ ტაისონის შემდეგ მან პოპულარობა უკვე ნაკლებად განიცადა, როგორც მაგალითად ფორმულა 1-მა შუმახერის ასე ვთქვათ შემოსვლის შემდეგ. კალადბურთი მაიკ ჯორდანის შემდეგ შეიძლება უფრო გაგრძელდა და არ არის ისეთი დაცემული, მაგრამ აი ამ სპორტის სახეობა ძალიან დიდი განხილვა განიცადეს, ისე რომ პოპულარობა სხვამ წაართვა და ეს სხვა არის შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების სპორტი, იცით ხომ? ამერიკაში ყველაზე ცნობილი ესე ვთქვათ ორგანიზაცია UFC, Ultimate Fighting Competition, რომელიც არის ალბათ ყველაზე პრესტიჟული. არის სხვა ბელატორი და ასე სხვა შემდეგ. მე მახსოვს, როცა ესენი დაიწყო პირველად, აი პირველი სათავეებთან, მე რა ვიცი, ძალიან ისე ახალი რაღაცა იყო და ვხედავდით იქ ძალიან ესეთ იმას შერკინებებს. და სხვათა შორის არ იყო ესეთი სისხლიანი, უფრო ჭიდაობისკენ იყო მიმართული, ჯიუ-ჯიტსუ დომინირებდა, მაგრამ მერე ამან შეიძინა ძალიან ესეთი სახე, უფრო იმიტომ რომ უკვე დარტყმები შეიძლებოდა ეგ და ასევე ის ხელთათმარები, უკვე აღარ იყო კრივის ხელთათმარები, იმიტომ რომ თან ჭიდაობაც უნდა შეგძლებოდა, ამიტომ ხელთათმარები დაპატარავებული იქნა და ასევე სათითეები ქონდათ, ხო თითები რო ქონოდა თავისუფალი და ამან უკვე პატარა ხელთათმარებმა გამოიწვია ძალიან დიდი დაზიანებები და ძალიან სისხლიანი. კი ეხლა UFC ამტკიცებს რომ კრივში უფრო მეტი ტვინის შერყევებია და სიკვდილიანობაა, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ძალიან უკვე ესეთი ხდება რა საზისღარი ეს სახეობები და ქართველი ქალებიც გული დაგწყდება როდესაც ხედავ ქართველ ქალებსაც რომ იქ მონაწილეობენ, ხო და ამას ხალხი ტაშს უკრავს, ამას რა ვიცი ფულს აკეთებენ და დიდი ინდუსტრია, იცით ხომ, დანა ვაიტმა ეს ნოლიდან დაიწყო და ეხლა მილიონებს და მილიარდებზეა საუბარი. ტრამპის თეთრ სახლში თაპირებენ ამის გაკეთებას, თეთრი სახლის წინ ეზოში. და მოკლედ დიდი მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში, მეორეჯერ ტრამპი რო აირჩიეს და ძალიან დიდი პოლიტიკური ის გახდა, როგორც ყველაფერი, როცა პოპულარული ხდება და ადამიანებს ხედავთ, როგორ იზიდავს ეს ძალადობა, ეს დომინაცია. და აი ამაზე კითხვას უსვამს ზუსტად პიროვნება, რომლის სახელით ჩვენ არ ვიცით, თუ რა არის ბიბლიური შეხედულება და რას ფიქრობს ჯონ მაკარტური, ქრისტიანს შეუძლია ესეთ სპორტში რომ ჩაერთოს. ნახეთ რა კარგად მიუდგება ჯონ მაკარტური ამას. როგორია ბიბლიური შეხედულება შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების სპორტზე. Mixed martial art. ეს ზუსტად ესეა, mixed martial art. ხო, სპორტის სამსახეობაზე. კითხვა, ბევრი მიფიქრია და ვლოცულობდი შერეული საბრძოლო ხელოვნების სპორტის შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე. როგორია თქვენი ბიბლიური შეხედულება ქრისტიანის მიერ ასეთ სპორტში შეჯიბრებაზე მონაწილეობის მისაღებად? ჯონ მაკარტური, ჩემი შეხედულება ჩაიკუზე და გაიქეცი. Duck and run ინგლისურად ესე ჟღერს. ალბათ ომიდან არის ხომ, რომ არ აქცდეს, არ შეიმასაქნა, ტყვია, რომ ჩაიკუზო, ჩაიცუცქე და გაიქეცი. ამას იმიტომ რომ ვიცნობ რამდენიმე ვინც ამ სპორტით იყო დაკავებული. მახსოვს ერთი კონკრეტული შემთხვევა, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის საბოლოო შედეგი მისი გონებრივი შესაძლებლობის სერიოზული დასუსტება იყო. არსებობს სპორტის სახეობები, სადაც აშკარად არსებობს ტვინის შერყევის ძალიან დიდი რისკები და ალბათობა. ანუ შეიძლება ტვინის შერყევა თქვენ სამზარეულოს იატაკზე დაცურების ან დაცემის შედეგადაც მიიღოთ, მაგრამ არის სპორტი, რომელიც ამას ძალიან დიდ ესე ვთქვათ ალბათობის წინაშე აყენებს. სადაც მაგალითად სპორტის სახეობებში მიზანი მარტო ის კი არ არის მხოლოდ მოწინააღმდეგის დაზიანება, არამედ მისი უგონო მდგომარეობაში ჩაგდება. ან მისი წინააღმდეგობის გაგრძელების უნარის დაკარგვა. იცით ჩოქს რო ამბობენ, ხომ? იცით რომ აღრჩობენ აღრჩობელათი, რომ მერე ხელი დაარტყას პიროვნება. თქვენ ფაქტიურად ამბოლენას ტვინის მუდმივი დაზიანების შესაძლებლობის გარშემო აშენებთ. ფიქრობ შეიძლება ისეთ სპორტში იყოთ, სადაც შეიძლება ხელი ან ფეხი მოიტეხოთ, მაგრამ ის, რაც ტვინის დაზიანების სასიკვდილო ეფექტს იწვევს, შესაძლოა მოხდეს იმ კატეგორიაში, სადაც მოციქული პავლე გვეუნება. არ მინდა ისეთი რამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ვარ ამბობს ის,
არ მინდა ისეთი რამის გაკეთება, რაც რაღაცნაირად კონტროლის დაკარგვას გამოიწვევს. არაფერს გავაკეთებ, რაც კონტროლის დაკარგვას გამოიწვევს. მე კონკრეტულად მუხლს მოგიყვანთ და პერიფრაზირება გააკეთა ჯონ მაკარდნოა, ეს არის 1 კორინთელთა 6 თავიდან მე-12 მუხლში. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. და ძალიან უნივერსალური, მე თუ მკითხავთ, მითითება ეს სული წმინდის მიერ, უნივერსალური. ეს არის ის, რაც ეხება ალკოჰოლის სასმელების დალევას, ნარკოტიკების მიღებას, სიგარეტის მოწევას, ნებისმიერი რამე, რომელიც თქვენ უკვე გაკონტროლებს, საკვების მიღებასაც კი. ზედმეტად ჭარბ საკვების მიღებას, რაც დამოკიდებულს ხდით და რაც გაკონტროლებთ თქვენ. და პავლე ამბობს, ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ მე არავის ძალაუფლის ქვეშ არ მოვექცევი. არ მინდა ისეთი რამის გაკეთება, რაც ამართვენს აზროვნების, მსჯელობის, პასუხისმგებლობით მოქმედების უნარს. ამას შეიძლება პორნო ინდუსტრიაც, აზარტული თამაშების და ბევრი რამე შევიტანოთ, რაც ამ ადამიანს დამოკიდებულს ხდის, ხომ? addiction-ი, რაც არის addicted. და მეორეც ამას ვიტყოდი. ეს არ ვიცი სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნება დიდ წვლილს შეიტანდეს ადამიანის ღვთის ხატად შექმნილად აღიარებაში. ეს ხომ იწვევს დეფორმაციას, დამახინჯებას და არ ამგონია ერთი შეხედვით ეს სატანადო პატივს სცემდეს ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს. ამ მიზეზების გამო მე სხვა რამეს ვიპოვიდი, რომელშიც შეჯიბრში ჩავერთო, ნაკლებად ზიან მომტანს და მოგანიჭებდა რომელიც ისეთ კმაყოფილებას, რასაც შეჯიბრება იწევა. და მე ეს კარგად მესის, იმიტომ რომ მეც მთელი ცხოვრება უნივერსიტეტის ფეხბურთს თამაშობდი, ამერიკულ ფეხბურთზე ლაპარაკი, ასევე კალათბურთი, ბეისბოლი, ბევრ სპორტში მონაწილეობდი, მძლეოსნობაში მონაწილეობდა ჯონ მაკარტური. და ძალიან ვიყავი დაკავებული შეჯიბრით. ძალიან მიყვარდა შეჯიბრი და გარკვეულწილად აგრესიულიც ვიყავი. იმიტომ როგორც დანარჩენი, სხვანაირად ვერ გაართმევდი თავს ამ სპორტში, ხომ? გარკვეული აგრესია სჭირდება. მაგრამ ეს იყო თამაშები, რომლებიც ადამიანს სამუდამოდ არაზიანებდა აზროვნებისა და შეელობის უნარს. და ფიქრობ ეს ისეთი რამეა, თქვენ რაც ახსენეთ, ეს შერეული ერთობძოლებისა, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მე მგონი ღირს. ეს არის ჩემი რჩევა, მადლობა მოსმენისათვის.